გამარჯობა, მოგესალმებათ გოგოების კლუბი და როგორც ყოველთვის მე ახალი შაბათის შოუს მსახიობებთან ერთად წარმოგიდგენთ სახალისო სიტუაციებს. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეტ ეროვნული ლიგა. თუ თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ და არ ხართ ჩვენი საბსკრაიბერი, გამოიწერეთ YouTube არხის შაბათის შოუ ჯგუფი და დაელოდე სახალისო ვიდეოებს და საინტერესო სიახლეებს. მაშასე დავიწყოთ. სიტუაცია მონატრებული დაქალი მეგობრების სანახავად კახეთიდან თბილისში ჩამოვიდა. აუ როგორ მომენატრე? ძალიან მომენატრე. რამდენი ხანია მინახავთ რა? გოგო, მართლა ძალიან დავიკარგეთ რა. ხო, მაგრამ ახლა ისე ჩვენ მაინც ნახულობთ ერთმანეთს თუ ისე და ითაკო საერთოდ აღარ მახსოვს. აი რამდენი ხანი არ მინახავს, წლებია მე. კაი, გოგო, რა ქნას ახლა იმანაც კახეთში გათხოვდა და ახლა ყოველდღე ვერ ვნახავთ ვერანაირად. მაგრამ ნუ გაგახარებ, ხა დღეს ჩამოდის და აუ რასა გოგო, ხო, მივწერე რა, რომ მეთქი ანესთან გავდივარ, მეთქი შენს თუ მოახერხებ, მეთქი ჩამოდით ხო რა და კარგია. რავი, კაი, ჩამოვალო და ძალიან გამახარეთ, ძალიან თან ისე მომენატრე მაგის ფეცკური ლაპარაკი და გახსოვს რა ვაკეთებდით ხოლმე საერთოდ. მართლა რა გიჟები ვიყავით? ვიყავით არა, ის ახლა ბაჭკუიანდი ხო? აუ დავლიოთ, ჩემ თავს გაფიცებ რა ძალიან და არა, просто თაკოს ვეწყობები იყო, ნუ აი შუკი. ბაიმე! ამათ ვისამხედავ! როგორ მომენატრე? აუ როგორ ხარ? გოგო, შენ როგორ ხარ? აშევი, ამ მოყევი ახლა კახეთში როგორ მიდის ცხოვრება? აუ გოგო, ძალიან კარგია რა, ძალიან შევეჩვე და ძალიან კარგ ოჯახში მოვხდი მართლა. ანუ კმაყოფილი ხარ ყველაფრით? კი, გოგო, კმაყოფილი ვარ, მაგრამ აი ჩემი დედამთილია რაღაცნაირი. არა, ანუ ცუდი კი არ არის, ცუდი გაგები კი არ ვარ, მაგრამ უბრალოდ რაღაცას აი ვერ უგებ რა და იმაირო ვეკითხები ხოლმე, რომ გამაგებინე ეს ხალი რას მეუბნება თქო, ისიც ვერ მაგებინებს. იმაი ვინ არის? ჩემი ქმარი. ნათლობის სახელი ქვია ხო იმაი? არა გოგო, თაზო ქვია. აუ კაი, მომიყევით, აბა თქვენ რაშვებით ახლა როგორ ხართ? ახალი ამბები მომენატრე. გოგო, რავი რა, დავიწყე იოგაზე სიარული, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მომწონს. იოგაზე, გოგო, ძალიან მაგარია, მაგრამ ეგემად ბეჭი არა მოიგდო. თაკო, რა გჭირს? რა მჭირს? რავი, რაღაცა, ანუ რაღაც სხვანაირად საუბრობ და რატო? არა, ეს თქვენ საუბრობთ სხვანაირად, მე ძალიან ჩვეულებრივ საუბრობ. არა, ჩვენ რა, როგორ? კარგი. კარგი, ახლა არა მაგისტრო. გოგო, რას უნდა მოგასხია? ძალიან მომეწონა რომ შემოხვედა. აუ, ეს მომეწონა, ხო, უნდა მეთქვა. ხო, ჩემმა ქმარმა მაჩუკა, ვიტონან თუ ლუი. ეგ რომელია? არ ვიცი, ახალი არა, მარიცი, გოგო, აი ფოტოც, არ ვიცი, არც მე არ ვიცი. მანახე? აი ეს. გოგო, ლუი ვიტონზე მეუბნები? ხო, აბა მე რა ვთქვი? არა, ცოტა სხვანაირად. კაი. სხვანაირად. კაი, გოგო, შენ იცი რომ არა, იცი რომ მაინტერესებს საერთოდ? ეხლა აი ეს ვაკეში დაბადებული გაზრდილი გოგო, კახეთს როგორ მოერგე? ჩვეულებრივ სხვათა შორის ძალიან მარტივად. აი აქ რო გვაქვს ჩვენ, აი ჩვენ რომ მოვიდით ხოლმე ტო რაღაც ესე, იქ არის ჯო. ძალიან მარტივია რა. და სხვათა შორის ძალიან მინდა რომ ყვარელში ჩამოხვიდეთ რა. ჩვენც გვინდა და ჩავიდეთ მართლა რა. ხო, თან ამ დღეებში არის ღორის დაკლა და აი ესეთ ლამაზ გოგოებს რო დაგინახავენ, იქაური ბალღები, აი გაგიჟდებიან. ბალღები რა არის? ბალღები, ანუ იქაური სოფლის ჯენზი. ოკეი. მე დავლიოთ გინდა? დავლიოთ ხო, აუცილებლად. დავლიოთ ხო. დავლიოთ. კიდე სიახლეები მაქვს რაღაცეები. მე მივდივარ სხვათა შორის ამერიკაში. მართლა, გოგო. აუ რა მაგარია, მოყევი. გოგო, ხო რა გადავწყვიტე რომ წავიდე რა, მაგრამ ეხლა რაღაცა ეს ტრამპი რო არის პრეზიდენტი და რაღაც, ანუ ცოტა ნერვიულობ რა, იმიტომ რომ მარტივად ვეღარ წახვალ ეხლა რა. ხო, ისა ეგ ტრამპი რო გახდა სხვათა შორის პრეზიდენტი, ეხლა თან ახლა ამდენი ხმით და ესე ჩვეულებრივად თეთრ სახლში ალბათ სულ თავის ხალხს შეუშვებს ადმინისტრაციაში და ამუშავებს იქ რა. გოგო, ჯერ როგორც ვიცი, მე მგონი ბაიდენის ხალხია, დემოკრატები და რაღაცა. არა, ხა ბაიდენს რა უნდა, ტრამპი გახდა და არა, ხო, ტრამპი გახდა, მაგრამ ჯერჯერობით ისე ამბობენ ბაიდენის. არა, აი, გოგო, ნუ ჩხუბობთ, მაიტა დავგუგლოთ. გავქნათ? დავგუგლოთ. მანამდე რა თქვი? ნუ ჩხუბობთ თქო. მაგის მერე. მაიტა. აი, მაიტა რა არის რომ არ მითხრა? ანუ მაიტა რას ნიშნავს? როგორ აგიხსნა ეხა? მაიტა, ანუ აი
კახური არ ითარგმნება, რა კახური შორისდებულია. აი, მოდი დავლიოთ, მოდი. და მე მინდა რა ერთი სადღე გრძელო გითხრათ. მიდი. ჩემებურად გეტყვით. როგორც გინდა. ურიცხვი ვარამის მნახველები. სხედან გუგუნებენ დინჯიკა ხელები. თითქოს აფასებენ ნაჯახს, ნახელავებს. დრო და დრო კოჟრიან ხელებს დახედავენ. თუმცა უწყიან რომ სოფელი წამიერობს. მაინც მღერიანო მრავალ ჟამიეროს. 1000 ჭირისა და ვარამის მნახველებო, ეს თქვენ გაგიმარჯოთ, ძმებო, კახელებო. აუ წასულა ნეშობელ ძაღლები. აუ მოდი და რამის ღირსები არიან ეხლა ესენი. მოდაველიო რა. გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. ახლა კი ვნახოთ სიტუაცია. ახალ წელს დაქალი მოულოდნელად ესტუმრება უახლოეს დაქალს, რომელიც ამ დროს სულ სხვა სტუმარს ელოდა. აიმე გიჟდები ახალ წელზე, როგორ მიყვარს ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია და გული მიგრძნობს, რომ ეს ახალი წელი იქნება რაღაცნაირად განსხვავებული და განსაკუთრებული, იმიტომ რომ პირველად შევხვდები ახალ წელს კაცის მკლავებში. ой, მე არ ჯერა. მე რა რო ჩემი დაქალის ქმარია, მერთხელ რა უჭირს რა. შენ გაგიმარჯოს თამრიკო. აბა თუ მოვა ეხა. მოვიდა. Jingle bell, jingle bell, jingle bell rise. Woo! Good. გილოცავდამდე. მაგლაბა. აბა რა შვები, ჩემო სიყვარულო? ცია? ხო. აუ როგორ არ დემოდი? აქ რა გინდა? ჩემ თავს გაფიცე? გოგო მოკლედ დათუნა წავიდა მივლინებით ერთი დღე ზუსტად რა და ეხლა ახლა წელს მარტო ხო არ შევხვდებოდი სახლში რა. ხო და რაღაცა მოვიწყედი და მე კი ჩემ საუკეთესო დაქალთან გამოვედი. ხო, ძალიან კაი გიქნია, მაგრამ ახალი წელი ხო ისეთი დღესასწაულია, რომ ყველა თავის ოჯახში უნდა შეხვდეს, რაღაცა ოჯახური დღესასწაულია რა. ხო, ჩემო სიცოცხლე და მაგიტომაც მოვედი შენთან, რომ შენ ხარ ჩემი ოჯახი, იმიტომ რომ დათუს არ ეცალო და შენ ხარ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შორის უკეთესო დაქალი. ხო, მაგრამ ოჯახური დღესასწაული, ანუ იმას ნიშნავს, რომ ესე ვიცი რა, რომ ყველა თავის ოჯახში უნდა შეხვდეს ახალ წელს. ხო და შენ ხარ ჩემი ოჯახი და ჩემი საუკეთესო დაქალი. აი, ნუ მეუბნები ბევრჯერ ამ საუკეთესო დაქალს რა. თან არ გამიხარ და გამოვედი. გოგო. როგორ არ გამიხარ და რა შემატყე ხა? უბრალოდ რა არიცი რომ ოჯახში რომ შედიან ახალ წელს ხო? შეაქვთ ხოლმე ტკბილეული, იმიტომ რომ ხელსარიელი შესვლა ხო არ შეიძლება ახალ წელს და მოდი იცი რა ქენი? მაღაზიაში ჩადიე ხა შენ 1-3-4 საათით და ტკბილეული იყიდე და ამოდი, კაი? ულევის გარეშე მოვიდოდი გოგო. შენ ნორმალური არ მიცნობ? აუ კი, გიცნობ. ხო, მე სასმელი რო არ მაქვს. ჩადი 3-4 საათით მაღაზიაში და ამოდი, კაი? მოდი, აი ეს რა არის? ყველაფერი გვაქვს, ყველაფერი, ჩემო სიყვარულო. დედა რა მომზადებულია? იმისთვის რომ ძალიან მაგარი ახალი წელი გქონდეს. რა თქვი? არაფერი, იცი რა ვიფიქრე? ანუ ხო არ გირჩევნია რომ სასტუმრო გიქირაო ნომერი სასტუმროს რომ თავისუფლად იყო რაღაც ჩემთან რო არ შეიბოჭო რა სასტუმროში იქნება ტრუსიკი გინდა გავლა ხო? გოგო აქაც გავალ ვივლი ჩვეულებრივ ტრუსიკით კი არა ვი როგორც მე მინდა ისე პირიქით სასტუმროში ძალიან მოვიწყე ჩემო სიყვარულო დავლიოთ გოგო დავლიოთ კი არა მაშინ რა ქენიცი შენ ქმარს დაურეკე ხო და უთხარი რომ ჩემთან ხარ კაი არ ჭირდება კაცო მენდობა იცის ყველაფერი რა მიდი გოგო კი გენდობა მაგრამ გული რაღაცნაირად ცუც მიგრძნობს ციაკო დაურეკე და უთხარი რომ ჩემთან ხარ აი შენ რო არ ინერვიულო მაგიტომაც დაურეკავ ეხა შენთან სპიცავა რა ხო მიდი უნდა დაურეკო ალო დათუ დად გესმის ჩემი ხმა დათუნა დად რაღაც ცუდად ისმის და რატო ისმის ვერ ხვდები შენ დათუნა ხო გეუბნებოდი დაურეკე გული ცუც მიგრძნობს ხო ერთი წა დათუნა აქ რა გინდა ისა რა ქვია რამე ისა
მივლინებაში ხო ვიყავი. ახალ წესო გამანთავისუფლეს, რომ წადი ოჯახთან ერთად შეხვდიო და სახლში რომ მივედი, შენ სახლში არ დამხვდი და ვიფიქრე თამართან არის მეთქი მოსული და გამოვედი რა. და აქ ხარ. და ეს ბომბონერი, აი ეს შამპანიური და ყვავილი, რომელიც ჩემთვის 5 წელია საერთოდ არ მოგირთმევია, მომართვია აქ თამუნას სახლში? აქ რა გინდა მეთქი ბიჭო? რა ქვია იმას? ხო, რა გინდა? დროზე მითხარი მიზეზების და სისულელეების გარეშე რა გინდა აქ და რატო მოხვედი აქ? მოკლედ რა. გეტყვი. რა არის? სანტა კლაუსად დავიწყე მუშაობა. ხო იცი რა, მაგრად მევასება ბავშვები. რა ბავშვები გევასება, ბიჭო, რამდენი წელი აქვს თხოვ შენგან შვილი მინდა მეთქი და არაციაკო, ჯერ მამობისთვის მზად არ ვარო. მამობისთვის არა, მაგრამ ბაბუობისთვის ხო ვარ თქო მზად. აუ ეხა იქ შენი ბლა 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 ბლა, გადადე გვერდზე. რა გინდა აქ? თამუნას სახლში. ისა რა ქვია? დროზე მიზეზების გარეშე მეთქი მითხარი რა გინდა, რატო ხარ აქ? კარგი, გეტყვი. სიმართლეს გეტყვი. ძალიან მერიდებოდა ამის თქმა. სანტა კლაუსად დავიწყე მუშაობა, იმიტომ რომ სამსახური მჭირდება. და რავი, ხო, გასაგებია ძალიან კარგი მიზეზია, მაგრამ წინა კვირას მე მგონი ბანკში დაგაწინაურეს და ერთ-ერთი მთლიანი სათავო ოფისი ჩაგაბარეს შენ. ხელფასიც მოგიმატეს და ვერ გავიგე ხარ ას ბოდიალობ. ცია, კი დამაწინაურეს და დირექტორს და საბჭოს უფროსი გავხდი, მაგრამ იცი რა არის? გაზი იცი რამდენი მოვიდა იმთვის? ბიჭო! ნუ ბოდიალობ მეთქი რაღაცებს. რა გინდა ჩემი დაქალის სახლში? თქვი სიმართლე, პედაპე მიზეზი. ნუ მოიფიქრებ ახლა ნუ რაფერს. ძალიან გთხოვ, შენი მიზეზი რომ აი რაღაცა ისე მოხდა რომ სანტა კლაუსი ვარ მე და თამუნამ შემთხვევით ამერიკა და მე მოვედი, არ მჭირდება ეგ მიზეზები. პირდაპირ მითხარი რა გინდა აი აქ. გეტყვი. მითხარი. გღალატო. აი ესეც ვიცოდი. აი ვიცოდი და მინდოდა რომ შენი პირით ამოსულიყო. რამდენი ხანი გრძელდება ღალატი? წუთნახევარი 2 წუთი. გოგო, ეგ მეც ვიცი როგორღაც. თქვენი ურთიერთობა როდის დაიწყო? რამდენი ხანია, რაც მე აი ესე ვცხოვრობ? რამდენიმე თვეა. ხო, ანუ წინა ახალ წელსაც. აქ ეგდები რომ მითხარი რომ სამსახურში ვარო? როდის? წინა ახალ წელს. არა, წინა ახალ წელს მართლა სამსახურში იყო. მეც ისე მომიშალა, ნერვები ცია. გოგო, შენ ენა მიიგდე მე მოგხედავ ცოტა ხანში? ანუ რა გამოდის ეხლა რა? დაქალიც მღალატობს და ქმარიც მღალატობს? აუ რა მაგარია. ეხლა ხო საახალწლო აქციებია ყველგან და შენ მოყევი აქციაში. ციაკო, 2 ღალატი ერთის ფასად. აი. შენი იუმორი ძალიან მიყვარს ხოლმე, მაგრამ ეხლა ძალიან უადგილოა, კარგი? ანუ, აი, პროსტა მართლა რანაირად, რატომ მღალატობ, რისთვის მღალატობ, მართლა ვერ ხვდები რა. ანუ, ჩემთვის არც დაბადების დღე, არც ახალი წელი, არც აღდგომა, არაფერი არ არის საერთოდ. და რო ამარც რო ის წითელი კაბა გიყიდე, ეგ რატო არ გახსოვს? თეთრი ვარდი ქონდა წინ? ამ კი, გოგო, იცი როგორი კაბაა? ეს წითელია, მოტკეცილი აქ დაშვებული და დიდი თეთრი ვარდია. აი რა, მე მეგონა ეგ კაბა დავკარგე დათუნა. რა? ანუ პროსტა მართლა ამიხსენი ადამიანო, რატომ ღალატობ? იმიტომ რომ სახლში ყოველთვის არეულია ყველაფერი? თუ იმიტომ რომ საჭმელი მის დღეებში არ მაგაკეთებული შენთვის? თუ იმიტომ რომ შენთვის საერთოდ არ მცალი და სულ სქროლო? ანუ მიზეზი მითხარი ადამიანო, რატომ ღალატობ? კარგი რა ხალხო, რა გჭირთ? თქვენ კიდე ახალი წელია, დავლიოთ, გავერთოთ რა. არა. ხო, მართლა რა, მოგივიდა შენ. ახალ წელს ესე უნდა შევხვდეთ? ხო, იცი, კარგად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, რომ მთელი წელი მე კარგი გქონდეს, ცია. ეს შენ. აი, გაჩუნქა. ხო, ისე მართალია. ორივე ძალიან მართალ საბობთ. ახალი წელია, კარგად უნდა შევხვდეთ. ხო, ერთად სამივე. ხო. ახალი წელი. თამრა, შენ გოზინაყი გააკეთე? აუ, კი. ჩემ გოზინაყი. დაჭერი უკვე? არა, ჯერ დამიჭრია. წამოდი გავიდეთ თუ გინდა და ერთად დავჭრათ. შენი შემოთავაზება ძალიან მომწონს. ჩემი საუკეთესო დაქალი გთავაზობს, რომ გოზინაყი ერთად დავჭრათ. კი. წამოდი დანამჭირდება. გოზინაყი დავჭრათ? ხო. მე დავჭრე. ხო, ცოტა ხანი მათხოვე, სანამ გოზინახს დავჭრი. ხო. რაღაცას მოვჭრი. კარგი? სულ წამიმჭირდება. რაღაცას მოვჭრი და მე ერთად გავჭრათ გოზინაყი დაკუ. ხო, მაგრამ ცია, რას მოჭრი? ეხლა მომისმინე შენ. ხო. თამაში რომ უფრო დავძაბოთ და საშინელი გავხადოთ.
გაიქეცი. 3-მდე ვიტყვი. 1 2 კაი. სამი მოდია გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეტ ეროვნული ლიგა. ვნახოთ სიტუაცია, გოგომ წიგნის კითხვა დაიწყო და დაქალები შოკში არიან. გოგო ბოტოქსი მაქვს ესაკეთებელი. არა, მართლა არ გჭირდება. აქ მიმიტა. არა. ანუ არ გჭირდება, ჯერ ადგილი. ხო, რა მინდა. მაგრამ ცოტა რო გავიკეთე 20 წელი არ გინდა მართლა. 20 20 ცოტა ძალიან ბევრი. თათ. ხო, ეს 4 კუთხედი რა არის? არიცი? მანახე. ეს არის წიგნი. ეს არის წიგნი? ხო, აი რა. წიგნია. აი მე და 4 კუთხედი რატოა? მრგვალი რო ყოფილიყო რა? არა, გოგო. ანუ მრგვალი რო ყოფილიყო, გაგორდებოდა და გადმოვარდებოდა და ანუ სპეციალურად 4 კუთხედი შექმნეს წიგნი, რომ ანუ იდოს ხარ. რა იფიქრეს? გათვლილია. და ეს უცნაური დამტენი რატო აქ? კაი, თამუნა, ეგ დამტენი არ არის, ეგ არის სანიშნე. სანიშნე, ხო, ანუ წიგნს წაიკითხა. ხო. აქ უნდა ჩადო, მე როცა დაასრულებ კითხვას, ნახე აქ მონიშნავ, ანუ სანიშნე. კარგი, გავიგე და რა უცნაურ კითხვებს მისვავთ, გიხვეწებით. რა გინდა ეგ რაღაცა? რაზე მეუბნები? აი ამ კუთხედზე. წიგნზე? ხო, რაც არის, რა გინდა? კითხულობ, ანა. ეხლა არ მოვყვდე. ხო, ანუ წიგნს ვკითხულობ. რას კითხულობ წიგნს? ხო, ეხლაც. ვაიმე, რა გჭირს, რატო? რაზე მეუბნებით ხალხო? ხო და რატო კითხულობ? ვაიმე, რას ქვია წიგნს რატო ვკითხულობ? ვკითხულობ. მომწონს და ვკითხულობ. მე რა გამოდის თამო? რა? თუ ეხლა ეს წიგნს კითხულობ, ჩვენ რა პასიური მკითხველები გამოვდივარ? ეგრე გამო. არ გავგიშდე, არ მინდა. ვაი, მაუცებთ რა? გოგო, ჯანმრთელობისთვის კაია, პასიური მკითხველები რო ვართ. ანუ შეიძლება ცუდი იყოს? აშკარად. მოიცა ერთი წუთით რა, ანუ თქვენ ეხლა არაფერს არ კითხულობთ საერთოდ? გოგო, რას კითხულობ? ხო არ გაგიჟდი? კითხულობ კი არა, შამპუნს რა ვყიდულობ, ანოტაციას ფარმაცევტს ვაკითხებ, რომ სახე არ დამინაოჭდეს კითხვით. კაი რა. და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ყველამ თავის საქმე აკეთოს რა. მე წიგნე მიკითხოს მაგალითად. მე წიგნე? ხო. და ჩვენი საქმე ვაკეთოთ. რა თქმა უნდა. აუ რანაირი სახეები გაქვთ შეშინებული? კაი რაღაც გონია რომ ცუც ვაკეთებ. ცუც აკეთებ, მაგრამ რა შევები? ყველა იძახს რომ კარგიაო წიგნის კითხვა რა. შემომხედა მეტირება. კაი რა. იცი რატომ მეტირება? იმიტომ რომ საკუთარ მეზე თქვი უარი ეხლა შეხვდები. რა მეზე ანა? რომელ მეზე? და TikTok-ზე, აზრზე მოდი, TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე ყველგან საკუთარ მეზე თქვი უარი. ხვდები ეს რას ნიშნავს? დაგვიბრუნდი გთხოვ. ნუ მაშინებ გიხვეწებით რა. არა მიყვარს მე წიგნის კითხვა ძალიან მიყვარს, sorry. აი, მოიცა ერთი წამი კითხვა უნდა დაგისვა ახლა თათ. 7 დღის მანძილზე, აი ბოლო 7 დღის მანძილზე რამდენი წიგნი წაიკითხე? 4. დაიმე რა, შეჯდარია უკვე. ვაიმე, ძალიან გაგვიჭირდება გადაგდება, იცი? ხო, ძალიან გაგვიჭირდება. მოიცადი, ანუ რა უნდა ვქნა? ქრონიკულში აქა უკვე. ანუ ეს ქრონიკულია? და ცუდია? აბა რა, შეთვითონ ვერ ხვდები? ხო, მაგრამ რა უნდა ვქნა ხა? ხაიმე არაფერი არ უნდა ქნა. არც უნდა იფიქრო საერთოდ, ასკროლე რა. ხო. აუ, კაი რა, გიხვეწები, რა უნდა ავსკროლო, ძალიან მომწონს რა. მაინც ვერ მივხვდი რა. აი რაღაცებს ლაპარაკობ ჩენაკედან ისიკიდან, მაგრამ ანუ მაინც ვერ მივხვდი, რატო არ უნდა წავიკითხო წიგნი. ხაიმე რო ვერ ცხდება და ხო ხედავ აურია უკვე. სულ სხვა ადამიანი. კარგი, მოდი ახლა დაფიქრდი და მითხარი, გაიხსენა. ბოლოს რა წაიკითხე? ბოლოს წავიკითხე? ანა კარენინა. ეგ ვინ არის საერთოდ? არიცი? უნდა ვიცოდე? ვინ არის? იუთუბერია ვინ? არა, გოგო. ტიკტოკერი ხო არ? ტიკტოკერია? არა, რა ტიკტოკერი, გოგო. არა, ვინ არის? საერთოდ არ გამიგე, ჯერ აგვარია კარენინა. ძალიან ცნაური. ცნაური, რაღაც ხუშიც არ მომწონს. აუ, ტიკტოკერი მე ვიცი ისა დათუნას ნონა. ნონა.
კიდე ვინ დაძმა რო არის. მალაზონიები, ეგენი ვიცით და ანა კარენინა რა, ვინ არის? გეხოცებით, მართლა გირჩევთ რომ თქვენს დაიწყოთ კითხვა რა. ყველა ამბობს რომ ძალიან კარგიაო. კარგი რა, ყველას რატო უჯერებ მერე? ეხლა რას კითხულობ? ამ მომენტში, ამ კონკრეტულში. კითხულობ მე, ბებია, ილიკო და ილარიონი. ძალიან კარგი საკითხია სხვათაშორის ეხა. აი მოგზაურობ. ეს ილიკო და ილარიონი ვინმე ახლები არიან შენ ცხოვრებაში და ჩვენ არ ვიცით? ხო. არა გოგო. უკვე მეც მაბნევთ. ანუ წიგნია ასეთი. აი მე არ ვიცი, რას გადაეკიდე ამ კითხვას საერთოდ რა. აუ კარგი რა, ძალიან სისულელებს მელაპარაკებით რა. მაინც აი იცი რას ვერ ხვდები? აი რატო დარდობ თქვენ? მე რას წავიკითხავ? როცა ყველა ამბობს რომ წიგნი ძალიან კარგია და განათლება კარგია. ნუ გადამრიე რა. რანაირად არის კარგი? რანაირად არის კარგი და შენ არ გაგიგია ის გამოთქმა? ერთმა ტალახიანმა ღორმა 100 გასვარაო? ვაიმე რა გოგო ცოტა აზერზე მოდი ნეთირება არა გოგო კი არ გადმონდა სკროლვის დროს შემხთა ეს ისა ანდაზა თუ რაღაცა ხო მაშინ ალბათ დაგამახსოვდა ეს აუ მოდი იცი რას გეტყვი ძალიან ბოდიალობთ რაღაცეებს რა იდესაც მინდა იმას გავაკეთებ მაინც რა ავდგები კარადით სავსე მთლიან წიგნს ვიყიდი და ყველას წავიკითხავ აი ესე. იმიტომ რომ მართლა ყველა მაგას ამბობს. თათი ფსკერზე ხარ. თათი გთხარ ამოწევი მაშინები გადადე. მომისმინე ერთი წამი ხა შეხვდები ფულის დახარჯვას. რა შეაპირებ თათი? რაღაც ოთხკუთხედ რაღაცაში რაც უნდა დაყაროს, ახ შეიძლება შეგიძლიათ გაიკეთო ბოტოქსი, ფილერი, თმა შეიღებო, შეიწვა პედიკური, მანიკური. თათი რა გჭირს? ასე მოდი და წიგნი მინდა. თათია მომისმინე. შენ დაგავიწყდა და ჩემი ოჯახის ტრაგედია. აი თუნდაც. აი რა ტრაგედია. ბებია ჩემი ფილოსოფოსი იყო და გარდაიცვალა. ღმერთო. მე აფრენ თამარ, ბებია შენი 90 წლის რო იყო, მაგიტომ გარდაიცვალა. ანუ რა შუაში აქ ფილოსოფოსობა? აი რაღაც ზემოდე რომ იყურებს თუ არა? არა, უკვე შეიცვალა ხო? მომისმინე, მოდი რა მიყვარს. მოდი ხო გაეშვი ხელი მომკიდე, თათი ჩვენ შენთან ვართ. ჩვენ ვართ მეგობრები. ამოგიყვა დაგაბრუნებთ, თათი მართლა დაგაბრუნებთ. პირდა და იმაგ ფსკერიდა. არ მინდა აი რა აუცილებლად რა დაქალები საერთოდ იმისთვის ვარსებოთ რომ თუ დაქალი დაქასულ თუ მომენტში გვერდით არ დაუდგა რა მამული გადმოდი აი რა გადმოდი გამოიწიე რაღაცაში გადამდები ეს კითხვა და რაღაცები ძალიან მაგარია რა მამულიო ხედავ ვაიმე რა ვქნათ აუ თათ გთხოვ თავი ხელში აიყვანე და წიგნისკენ აღარ გაიხედო გთხოვ რა აუ ვერ დაგპირდებით მაგრამ ვეცდები რა რა ეცდები გადადე ახლა ეგ რაღაცა ოთხკუთხედი და აიღე ტელეფონი ხელში სკროლე და რაც გინდა წაიკითხე იქ წასაკითხეს მეტი რა რამდენი სტატუსი წერია ხო მაგრამ გოგო რა არის იცი ანუ სტატუსი გასაგებია მაგრამ წიგნის კითხვის დროს გონება სხვანაირად ნათდება მივხვდით იქ მოგზაურობ ნახე თა რომ კითხულობ იქ ხარ იმ მომენტში და რაღაცნაირად გონება იხსნება მოიცადე ერთი წამი და მეტირება მომისმინე ერთი წამი ანუ გონება ეს თვითონ ტვინი შუაზე ეს გაიჭრება და ეს გადაიხსნება ანუ მოკვდები თავს რატო იკლავ თათი რატო არა გოგო სხვანაირად მაინც ვერ ხვდები აი რა მოხდა რომ ნაკითხი ვიყო აუ მე გეტყვი რა ხელი გთხო იმ დღეს სკროლვისას შემომხვდა ვიღაც ვინმე პოეტი ვაჟებშაველა ხო აი რაღაცნაირ განათლებული ნაკითხი კაცი იყო და მაგას გინდა დაემსგავსო წვერებით და რაღაცა ფაფახით გოგო ვაჟებშაველაზე რა თქვი რა თქვი ანუ ნაკითხი რო იქნები დაემსგავსები წვერებით და ფაფახით გინდა იყო აუ პროსტა აუ შეარაქალო ვაჟაბშაველაზე რა ვაიმე რა ვინ არის ესეთი პროსტა გაიმეორე ვიწვერებიანიო ვაჟაბშაველაზე რა თქვი დახიეთ ახლა აქედან დროზე ანუ თათი დროზე აი ვაჟაბშაველაში გასვლა შენ მეორე დაგინახო რომ ვაჟაბშაველაზე ეგეთი რაღაცეები თქვა
დღეისათვის სულ ეს იყო, სანამ დაგემშვიდობებით, შეგახსენებთ, რომ გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. გოგოების კლუბი გემშვიდობებად ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს. მანამდე კი გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხის შაბათის შოუ ჯგუფი და დაელოდეთ სიახლეებს. დროებით.